სიყვარულს ვერ ისწავლი ვერანაირად, ნუ. სიყვარული იმ დღესაც ვამბობდი, რომ სიყვარული არის ძვლის ტვინის შემადგენელი ნაწილია. და რატომ ძვლის ტვინის? ძვლის ტვინი არის ორგანო, რომელიც არის სისხლმბადი. ძვლის ტვინი ბადებს სისხლს, მიაწვის მერე ჯერ ელენთას, მერე მიაწვის ღვიძლს და მერე მთელ ორგანიზმს და გულს და ამითი ვარ ცოცხლების სისხლი რომ მოძრაობს ჩვენში. აი იქ არის სიყვარული იბადება სისხლთან ერთად ძვლის ტვინში. იქ თუ არა გაქვს, მაშინ უნდა გადაინერგო. ამიტომ არის რომ მადლი ისეთი რამეა, თუ ღმერთთან კავშირში არ ახარ, თუ ღმერთთან ახლოს არ ახარ რა, გამორიცხული. ერთადერთი სულია, სულიწმინდის ნიჭია, რომელსაც შეუძლია შევიდეს ყველა წერტილში, ყველა უჯრედში, ყველა უჯრედის ბირთვში შეძვრეს. სისხლის უჯრედის დონემდე დავიდეს, ძვლის ტვინში შევიდეს. თუ გავს ღმერთთან ურთიერთობა. და ღმერთთან როდესაც არ გავს ურთიერთობა, რომელ სიყვარულზე მელაპარაკე?